მოგესალმებით, თქვენს წინაშეა კუთხური პოეზიის საღამო. კუთხური არა ჯარიმა კიდე მომინდომა დოზ დავიდოთ არ მაქვს ამდენი დრო კუთხური და ჯარიმა მომინდომა. ასე თქვენს წინაშეა მეგრული რითმების ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მეგრელი პოეტი. განაგრძე ჩემი ხება რა იყო რატო შეწყვეტ განაგრძე. მოდმა შემასხი რა იყო მიდი განაგრძე. მოგზავნით. ზარმას ჟმოტი ხარშენ. გიყურებდა მენატრები. გოგო რა ლამაზი ხარ. ადე თორემ გავიჭყიდე ზემოდან რომ აზი ხარ. ლამაზი გაქვს თვალები და ლამაზი გაქვს ბაგენი. წუხელ შენ გამო რო გამიგდეს ვინები იყვნენ მაგენი? ოროგორი მიყავხარ შვენიერო ლალი. იმდენი მიწეს რომ პროფილში მიჩანდა ორივე თვალი. უშენობით ბიტანჯები რას დავემსგავსე ნახე, რო დათრები ბულდოგივით გეწელება სახე. რომ ცუღუტობ ამან თავში ხელი მდრუზა დამაშენებ გაღარ მომდის მესაწყალს ლექსების ბუზა. მადლობელი ვარ. აქტონებული ვარ. მართლაც უბრალოდ ბრავო კი არა. ბრავო. მადლობელი ვარ. მასასე ახლა კი ხოლმე მივესალმოთ ლექს ყვირილის პირას ჩამომჯდარი მეთევზის ავტორი უცნობი პოეტი ლეგენდარული ალიკა ყვირილისპირელი. აქ ჩამოვდები. შენი კოპწია თვალები მენატრება საღამოზე. შენ ოცნებობ ჰავაიზე მე ოცნებობ მაღაროზე. ხელის გულზე დაგატარებ მოგიძღვენი კაი ლექს. შენ იყავი საბადო და მე ვიქნები მარგანეც. არა, შესანიშნავი. ახლა კი თქვენს წინაშე გადარეული პოეტი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ლანჩხუთელი ყაზილარი. მისი ლექსებია გახსოვთ ალბათ მარცხი ელანძია და რაშობით ბაღნებო. გთხოვთ მივესალმოთ პოეტი გურიიდან. ჩემი ლექსები ბევრი აქვს, მაგრამ ბიდა კუბირის ლექსი ვაჟაიებ შავერას ლექსი შემოგთავაზოთ არწივი. არწივი ნახე დაჭრილი გუშხა ბიჭო. იგენ შეავება და ყავებს თუ რაც ხაიყო? იდა გება და აიუბედური არწივი მომტარიყო? მეისა მითხავთ, მეისა აკიდო. ახლა კი ძვირფასო საზოგადოება პირველი პოეტი ბავშვი. რა მაგარია მიკროფონი. მე მათქრავინე რა ლექსი მათქრავინე ძალიან მოტანტალე ბავშვი წაგვიკითხავს ლექსს. აქედან საიდან შემოდის ხმა რა მაგარია. რომელიც წაგვიკითხავს ლექსს წითელი ვაშლი გაგორდა. ასკვია ვიო წითელი გაგორდა. შენ გაგორდი თუ გაია წითლა. ეგივინა ბიჭო ამას უყურე თუ გაგორდა მაშინ მსხალი იყო ძმაო და შავი იყო. ბიჭო ეგივინა. ასკოლაზე როგორ უნდა არ წავიკითხავთ მაო მე ლექსო დავჯექი აქ. ვინო ჩემი უშნა არ წაიკითხავთ ბიჭი ლე. იუში მგოსალია იანაზე იგავია. ოთხრიალო წყალი კრანიდან ეიზლით ნამთელი ეზო მიჩერები ამაგია იმიჩერები ამარეზოი ეივლიან შეივლიან დეინახა ბევრმა დულეკეთ ხელოსთან თქვენ შეგჭამავთ თუ თქვენში ოდნავ მაინც არის სიყვარულის ნატერწკალი, მაშინ ნება მომეცით რომ მე წარმოვთქვა სტრიქონი. ახალგაზრდობაში ერთი გოგო მიყვარდა და ლექსი მიბუცხე. გთხოვთ. მე ასეთი გრძნობა გულში. ჯერ არასდროს მქონია. შენ თუ ჩემთან ყოფნა არ გსურს ჯანდაბამდე გზა გქონია დიდი მადლობელი ვარ მე. რითმი იგრძნობა. მათქოერა დაღა ჩემი ბესტსელერი ას ყველაზე კარგად გაიყიდა რა საგა საფლავში იგი ლექსი მათქოერა და ახლა ჩაიძრება ჩავს პაზია გურიას დავიწყე აი ბიჭო არ გასვით რითმი დაიძი რა თან ლექსი თქმა ვადა არ დამთავრებულა მეგობრებო არ დამთავრებულა ბიჭო არ გასვით რითმი და ლეშ პუთი რა აი Bravo! Ay, amigo!
სიყვარული. ახლა უნდა, უნდა. კიდო მაგ, ლექსი, კიდო მაგ. ზე დედა, ჩემი, თვალე მამაჩემი. ეს ვარცხლები დედამშლები არ არის აშენი. დედის არ თავარ მე. შენ ახალმენია. მოდი ერთად ნახე. მოიწია? შენ ესე ნამდვილი პოეტები გონია? რომ შემოგდიათ შარფი კისერზე და ხინკლები რო ახურავ თავზე, გონია ნამდვილი პოეტი. ნამდვილი პოეტი ვარ მე, შემიძლია მუზა მოვიდეს თავით და გითხრა ლექსები ექსპრომტად, ოღონდ ჩაი მჭირდება მე. ჩაი ახლავე გონებას ხსნის ჩაი. დიდი მადლობა. ჩაის დამცხარი უხდება, იცი ალბათ. ჩაის უხდება დამცხარი. ჩაის უხდება დამცხარი. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ჩაურდები და მოვიფიქრებ ექსპრომტად რაღაცებს. დაუკარით ტაში, გავახალებ ყბაში. ეს არის პოეტი, ვიჯაო. აბა თუ მაგარი პოეტია ვნახოთ. გამირით მე ლექსი, მიდი. დაჩამისვი თეთრი ხიდი. გამირით მე ვიკენდია. ჩვენ ტვინი ხوار გიტყენია. მაგარი არ მეწვიტყვი ლექსი. რაფერ მევასება ლექსი. გოგო დავპატიჟე სახლში. შევთავაზე ჩაი, კექსი, გადმოვიღე სასმელები, ტონიკი და ცივი ჯინი, ამის მერე რა უნდა ვქნა? გუგეთე ბილეჟინი მე. ბრავო! Арги, კიდევ ერთი. ბრავო. Я помню чудное мгновение. Передо мной ювеласти. Как милолотное видение, как гений чистой красоты. Мау. Ота ушкინირე იზადაბრიდეს, ბიჭო. მაგარი არასკრავიდივად მოეხსენ პუშკით, მე თუ მკითხავ რა. ხიუგან ნუილოჭა გიუჭა. ვინა? ვინა გეგე ვიღაცა ორ ლაგიატი ხარჯენ, პირდაპირ ლაგიატი ხარჯენ, ლაგიატი ხარჯენ. სოქში მოახო. არახარ, ბიჭო, თქვენ პოეტი. პოეტები ხართ, რა გაჩხუბებთ? ლექსები წავიკითხოთ. ამას აი მე